ამ ბოლო დროს როგორ აცივდა? ხო, მართალი ხარ. შეიძლება კიდევ დავჭირდეს შეშა. იეჰოვა, დაგვიფარე. უკვე ამოვიდა მზე? მოიცა. ანგელოზები არიან? ნუ გეშინიათ. გაუძღებთ რომ ყველას დიდი სიხარული ელის. დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე. ნიშნად ეს გექნებათ. ჩვილს იპოვით სახოვებში გახვეულსა და ბაგაში ბრძოლიარეს. დიდებას ეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს. დიდებას ეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს. დიდებას ეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს. ძმებო, აუცილებლად უნდა წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რა მოხდა. მალე ირიჟრაჟებს. შევრეკოთ ცხვარი ფარეთში და ახლავე წავიდეთ. მშვიდობა თქვენ და მე მისეფერი ვარ. ეს პატარა მწყემსი მე ვარ 40 წლის წინ. მეც მათ შორის ვიყავი, ვისაც ანგელოზებმა მესიის დაბადება აუწყეს. მოგვიანებით იესოს მიმდევარი და იერუსალიმის ქრისტიანული კრების ზედამხედველი გავხდი. შეიძლება ფიქრობთ, რომ რახან საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ განაცხადეს ანგელოზებმა იესოს დაბადება, ყოველთვის ურყევი რწმენა მექნებოდა. მაგრამ ბოლო 40 წელი გამუდმებით ვცდილობ რწმენის გამტკიცებას და სულ იმაზე ვფიქრობ, თუ რას ეფუძნება ჩემი რწმენა. მაგალითად, საიდან ვიცი, რომ იესოა მესია? ან ის, რომ რაც ქრისტიანებს სწამთ ჭეშმარიტებაა. იეჰოვას არ უნდა, რომ მის მსახურებს ბრმა რწმენა ჰქონდეთ. თქვენც კითხეთ საკუთარ თავს, საიდან ვიცი, რომ ის, რაც იეჰოვას მოწმეებს სწამთ, ჭეშმარიტებაა. შეიძლება ცხოვრებისეულმა საზრუნავმა ჩვენი სულიერი ხედვა ბუნდოვანი გახადოს. შედეგად კი შეიძლება გულმოდგინება დავკარგოთ და ჩვენი თაყვანისცემა ფორმალური გახდეს. სწორედ ეს დამემართა მე. მინდა ამის შესახებ მოგიყვეთ. ახალშობილი იესოს ნახვა დიდი პატივი იყო. თუმცა ის ჩვეულებრივი, უმწევო თოთო ბავშვი იყო. სხვა ჩვილებისგან არაფრით განსხვავდებოდა. გადიოდა კვირები, თვეები და საკუთარ თავს ვეკითხებოდი. ნეტა მართლა ეს თოთო ბავშვი იქნება მეთქი აღთქმული მესია? არ ვიცი ეს როგორ აგიხსნათ, მაგრამ დროთა განმავლობაში იმ სასწაულს, რომლის მომსწრეც იმ ღამით გავხდი, როცა ანგელოზები გამოგვეცხადნენ, დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებდი. იესო ჯანმრთელი და კარგად აღზრდილი ბავშვი იყო. სხვა ბავშვებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. აი აქ ის 7 წლის არის და სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. თუ ხვდებით ამათგან რომელია იესო? ალბათ ვერა. მართალია უკვე 7 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ანგელოზებმა მისი დაბადება გვაუწყეს. მაგრამ მესიის მოსვლის აშკარა ნიშანი ჯერ კიდევ არ ჩანს.
ბავშვი იზრდებოდა, ძლიერდებოდა და სიბზნით ივსებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ღმერთი მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. იესო მისწავლა დურგლობა და მამამისთან იოსებთან ერთად მუშაობდა. მისი დაბადებიდან უკვე საკმაოდ დიდი დრო, 12 წელი იყო გასული. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვამჩნევდი, რომ ღვთისწმინდა სული ისევე მოქმედებდა იესოზე, როგორც ძველი დროის წინასწარმეტყველებზე, მაგალითად მოცეზე და ელიაზე. ვლოცულობდი, რომ იეჰოვას ჩემთვის რწმენა განემტკიცებინა. და ერთ დღესაც იმდენი რამ გამახსენდა, რომ ეჭვები სულ გამეფანტა. დიახ, გამახსენდა ანგელოზების მიერ 12 წლის წინ ნათქვამის სიტყვები. გამახსენდა ის წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც იესოს დაბადებით ზუსტად შესრულდა. იმდენი რამ მიანიშნებდა, რომ იესო იყო აღთქმული მესია, ეჭვი უკვე აღარაფერში მეპარებოდა. ის გადამრჩენოდა, დავლოდებოდი. დიახ, იეჰოვას დავლოდებოდი. მერე სრულიად მოულოდნელად განსაკუთრებული მოვლენები მოხდა. მინდა ეს ამბავიც მოგიყვეთ. ქელობ, 1 საათია გელოდებით. შენ გარეშე ვაპირებდით დაწყებას. ბოდიში რომ დავაგვიანე. მადლობა რომ დამელოდეთ. კიდევ კაი არ გამიცდა დღევანდელი შეხვედრა. აბა, იესო როგორ არის? იესო? ჯერ 12 წლისაა და უკვე გვაკვირვებს თავისი ცოდნით. გვაკვირვებს კი არა, გაოგნებულები ვართ. ისეთ კითხვებს სვამს და ისეთი გაგების უნარი აქვს. იესო, მოდი შუაში დაგვიჯექი. კარგად რომ გავიგოთ შენი ხმა. იცით რაღაც მაინტერესებს. წეღან დეუელი რომ კითხულობდა წინასწარმეტყველებებს მესიის მოსვლაზე. კითხვები გამიჩნდა. იცი, ეს ისეთი რთული წინასწარმეტყველებებია და ამაზე იმდენს კამათობენ. მე მგონი შვილო შენი ასაკისთვის ცოტა ნაადრევია ასეთ საკითხებზე მსჯელობა. მაგრამ მაინც რა გაინტერესებს მესიაზე? აი მაგალითად, რისთვის გზავნის ღმერთი მესიას? მაგას მარტივი პასუხი აქვს. აი ნახე რა წერია ესაიას წინასწარმეტყველებაში. აქ ვკითხულობთ. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად და სამართლიანობითა და სიმართლით მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. აშკარაა, რომ მესია ღვთის ხალხის მეფე იქნება. ის გვიხსნის უცხო ტომელთა ჩაგვრისგან, აღადგენს დავითის ტახტს და მარადიულ მშვიდობას დაამყარებს. შეიძლება ეგრაგნილი ვნახო. რა კარგი სიტყვებია. განსაკუთრებით ეს ადგილი მომეწონა. აქ წერია: შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. და ერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი. ხო, მარადიული მამა, მარადიული მშვიდობა. კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა. თუ კი მესია ჩვენი მეფე უნდა იყოს და უნდა გაგვათავისუფლოს. ცოტა ზემოთ. რატომ ამბობს ესაია, რომ მესია ისრაელის ორივე სახლისთვის დაბრკოლების კლდესავით და იერუსალიმის მკვიდრთათვის ხაფანგივით და მახესავით იქნება. ესაია მისი ცხომი წინასწარმეტყველა, რომ მესიას მოკვეთდნენ ცოცხალთა ქვეყნიდან, მოკლავდნენ და ცოდვილად შერაცხავდნენ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მაშინ იესოს სულ რაღაც 12 წლის იყო. მისი მშობლები ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად. ამჯერად, როდესაც პასექი დასრულდა და იოსები და მარიამის სახლში ბრუნდებოდნენ, იესო იერუსალიმში დარჩა. მშობლებმა ეს ვერ შეამჩნიეს. მათ ეგონათ, რომ იესო მგზავრებს შორის იყო. ამიტომ მისი ძებნა მხოლოდ 1 დღის მგზავრობის შემდეგ დაიწყეს. მაგრამ ვერ იპოვეს. ამიტომ ისინი იერუსალიმში დაბრუნდნენ და იქ განაგრძეს იესოს ძებნა. და 3 დღის შემდეგ სწორედ აქ ტაძარში იპოვეს.
იესო მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა. იესოს სრულყოფილი გონება ჰქონდა. მას შეეძლო გაეხსენებინა ჩვილობიდან ნასწავლი, ზეციერი მამისა და მისი ხალხის შესახებ. მართალია იესო ჯერ პატარა იყო, მაგრამ წმინდა წერილები არაჩვეულებრივად ესმოდა. ის ჩვენ თვალწინ იზრდებოდა და უნდა მიმხვდარიყავით, რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო. ნახეთ, როგორი კითხვა დაგვისვა ბავშვმა. ქელუბ, დეუელ, აბა უპასუხეთ. შვილო, ამ კითხვებზე პასუხები მხოლოდ ღმერთს აქვს და გახსოვდეს ისიც, რომ წინასწარმეტყველებებში ჩაწერილი ყველა სიტყვა პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. კი, მაგრამ თუ ეს წინასწარმეტყველებები პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, მაშინ საიდან იცით, რომ მესია ნამდვილად მოვა? ძმებო, ეს ბავშვი მართლაც აზრიან კითხვებს სვამს. იესო, შენ როგორ უპასუხებდი მაგ კითხვას? მშობლებმა მასწავლეს, რომ მესია ნამდვილად მოვა, მაგრამ ნეტა მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ისეთივე იქნება, როგორცაც ხალხი მოელის. მე ის ვიცი, რომ ბოლოს ხალხი ყველა ერიდან კურთხეული იქნება მესიის მეშვეობით. მე უკვე მოხუცი ვარ. შვილო, ნეტა მაგ დროს მოვესწრებოდე. შენი აზრით, როდის მოვა მესია? პატივცემულო მასწავლებლებო, მე ისიც მასწავლეს, რომ დროები და ვადები ჩვენი ღმერთის, იეჰოვას ძალაუფლებაშია. მე კი ვცდილობ შემოქმედს უფრო დაუახლოვდე და მისი ნება შევასრულო. ჯერ არ მინახავს ასეთ პატარა ბიჭს ასე ბრძნულად ელაპარაკოს. ეს ნაზარეთის სინაგოგაა. ერთ-ერთი იმ სინაგოგებს შორის, რომლებიც ისრაელშია. ჩვეულებისამებრ იუდეველები აქ იკრიბებიან ხოლმე და კითხულობენ წმინდა წერილებს, ლოცულობენ და ღმერთს განადიდებენ. ზოგ სინაგოგაში ასეთი კარა დადგას წმინდა წერილების გრაგნილების შესანახად. იესოს ჩვევა ჰქონდა შაბათობით ნაზარეთის სინაგოგაში მოსვლა და კითხვა. ალბათ სწორედ აქ, ამ სინაგოგაში წაიკითხა პირველად ზოგიერთი მონაკვეთი ღვთივშთაგონებული სიტყვიდან. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ მოდიოდა პატარა იესო ამ სინაგოგაში, იკვლევდა წმინდა წერილებს და ფიქრობდა მასზე. რამდენი რამის სწავლას შეძლებდა იესო. მას ხომ პატარაობიდანვე უნაკლო მეხსიერება ჰქონდა. იმასაც წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ დგას 13-14 წლის იესო თავისი მასწავლებლების წინაშე და როგორ კითხულობს წმინდა წერილებს. მოისმინე ისრაელო, ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდეს სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ. ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. ხელზე შეიბინიშნად და შუბლზე გაიკეთე. დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს. გავიდა წლები. იესო ჩამოყალიბდა მოწიფულ მამაკაცად. მას იცნობდნენ როგორც დურგალს. ის მარჯვე ხელოსანი იყო და მძიმე შრომობდა. იესოსთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. მას გასაოცარი სიბრძნე ჰქონდა.
თუმცა ამ ხნის მანძილზე მისი სიბრძნე ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა. იესოს მოწაფეები არ ჰყავდა და არც თავად სწავლობდა რაბინებთან. მაშინ ის სასწაულებს არ ახდენდა და არც სახელი ჰქონდა განთქმული. პირდაპირ არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ის მესია იყო. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მდინარე იორდანეში მოინათლა, ლოცვისას მან დაინახა, რომ ცა გაიხსნა და წმინდა სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზე და ღვთის ხმა გაისმა ციდან. შენ ახარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმისა, რომ იესო მესია იყო. იეჰოვამ თავად დაადასტურა, რომ ის იქნებოდა მხსნელი. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. რწმენა გამიძლიერა და დამარწმუნა, რომ ღმერთმა იესო უფლად და ქრისტედ აქცია. ნათლობის შემდეგ მალევე იესომ ქადაგება დაიწყო გალილეასა და იუდეაში. მისმა სიბრძნემ და მისმა სასწაულებმა ყველა ალაპარაკა. იესოს მშობლიური ქალაქის მოსახლეობა მასზე დიდი მედებს ამყარებდა. ნათლობიდან ერთ წელიწადში ის ნაზარეთში დაბრუნდა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა. ეს მოხდა სინაგოგაში, სადაც ბავშვობიდან ღმერთს ცემდა თაყვანს. მოდი, ვნახოთ, რა მოხდა შემდეგ. ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ. იეჰოვას სულია ჩემზე. რადგან მან ცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუკადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო. დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. იესომ თავდაბლად განაცხადა საჯაროდ, რომ ღვთისგან იყო ცხებული. სასიხარულო ცნობის საუწყებლად, სულგამწარებულთა სანუგეშებლად და ჩაგრულთა გასათავისუფლებლად. სინაგოგაში მყოფ ხალხს ნამდვილად გააოცებდა მისი სიტყვები. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ამ ხალხს სრუმოლოდინი ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ვინაიდან იესო მათ გვერდით იყო, ეს მალევე აისახებოდა მათ კეთილდღეობაზე. მათ ეგონათ, რომ ის როგორც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, მათთვის მრავალ სასწაულს მოახდენდა. მით უფრო, რომ ისიც მათი ქალაქიდან იყო. როცა იესომ თქვა, რომ მათთვის განსაკუთრებულს არაფერს გააკეთებდა, ყველა მის წინააღმდეგ განეწყო. ხალხი ცოტა ხნის წინ იესოს პატივს მიაგებდა. ახლა კი განრისხებულ ბრბოდ იქცა და მოკლა დაუპირა. კაცი, წინასწარმეტყველი კი არა, თვითმარქვია. როგორ უნდა იყოს ეს დურგალი ღვთის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი? ეგ მატყუარა და თვითმარქვია. გააძევეთ სინაგოგიდან და კლდიდან გადააგდეთ.
როგორ დაუსხლდა იესო ხელიდან გაშმაგებულ ბრბოს, სასწაულის თუ თავისი მოხერხებულობის და გონიერების წყალობით. ზოგ შეიძლება ისევე პარებოდა ეჭვი, რომ იესო ღვთისგან გამოგზავნილი მესია იყო. მართლაც, თუ ეჭვებს გასაგანს მივცემთ, უტყუარ სინამდვილეს, რომელიც აშკარაა, ვეღარ დავინახავთ. პირადად მე, მთელი ეს წლები, მუდმივად ვახსენებდი საკუთარ თავს იმას, რაც ადასტურებდა, რომ იესო მესია იყო. ასე ვიძლიერებდი რწმენას და უფრო მეტად ვწმუნდებოდი იმაში, რომ ჭეშმარიტება ვიცოდი და რომ ღმერთმა იესო უფლად და ქრისტედ აქცია. მოდი, ვნახოთ ამის დამადასტურებელი სხვა უტყუარი ფაქტები. ბოდიში, ქალებო. გავიგე, რომ იესო ნაზარეთელი სადღაც აქ ყოფილა. ხომ არ გინახავთ? რისთვის ეძებ იესოს? მაგის მოწაფე ხომ არა ხარ? თუ მაგის მსახური ხარ? იცი, თურმე იესოს იმდენი ხალხი ახვევია გარს, ახლოსაც ვერ მიხვალ. მის ნახვაზე არც კი იოცნებო. გოგოებო, კარგით რა, ეს არის მოყვასის სიყვარული. ამათ სიტყვებს გულთან ახლოს ნომიიტან. აბა რით დაგეხმაროთ? მოდი, ჩვენთან ერთად დაჯექი. დიდი მადლობა. აუცილებლად უნდა შევხვდე უფალი იესოს. უფალია თუ არა არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნამდვილად არავის გამსმენია იესო აქ ყოფილიყოს. მისი ნათესავი ხარ? არა. უბრალოდ როგორც გავიგე, ის ავადმყოფებს კურნავს. მე კი ძალიან ავად ვარ. იცით, უკვე თითქმის 12 წელია სისხლდენით ვიტანჯები. ჩემი განკურნება ვერავინ შეძლო. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად გავწამდი ექიმების ხელში. მთელი ჩემი ფულიც მკურნალობაში დავხარჯე, მაგრამ რა ხეირი. უარეს დღეში ჩავარდი. გონიათ უკეთვა? არა. ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. როცა გავიგე იესოზე და მის სასწაულებზე, მივხვდი, რომ ის ღმერთმა გამოგზავნა. მის ძალაში ეჭვი არ მეპარება. ჯერა რომ შეუძლია ჩემი განკურნება. მისი ტანსაცმლის ფოჩებსაც რომ შევეხო, არ გადგავხდე. თუ არა და ნამდვილად მოვკვდები. ბოძღვარო, გევედრები. ჩემი გოგო ძალიან ცუდად არის. წამოდი, ხელი დაადე, რომ გამოჯამრთელდეს და იცოცხლოს. გთხოვ, წამოდი. იესო, ეს იაიროსია, სინაგოგის წინამძღვარი. შენი დახმარება სჭირდება. იაიროს, სად არის შენი შვილი? მიმიყვანე მასთან. ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი ერთადერთი შვილი. სულ რაღაც 12 წლისაა და მიკვდება. გთხოვ, ჩხარა წამოდი. მოვდივარ. შენ წინ გამიძახი. ვინ შემეხო ტანსაცმელზე? ვინ იყო? მე არა უფალო. პეტრე, იაკობ, თქვენ ხომ არ იყავით? არა უფალო. ხალხი ზედ გაწდება. შენ კიდევ ვკითხულობ, ვინ შემეხო? ვიღაც შემეხო. ვიგრძენი რომ ძალა გავიდა ჩემგან. მოიცა. შენ შეეხე უფალს. უფალო, მე შეგეხე უფალო, მაპატიე. ხოლო შენი ტანსაცმლის ფოჩებს შევეხე.
ნუ გეშინია. არაფერი დაგიშავებია. მითხარი. რატომ შემეხი? უფალო. უკვე 12 წელია ძალიან ავად ვარ. ბევრი ექიმი ეცადა ჩემს განკურნებას. რაც გამოჩნდა, ყველაფერი მკურნალობაში დამეხარჯა. მაგრამ არაფერმა მიშველა. უარეს დღეში ჩავვარდი. მერე შენზე გავიგე და ყველაფერი რაც თქვეს ვირწმუნე. ვიცოდი რომ შენი ტანსაცმლის ფოჩებსაც რომ შევხებოდი, კარგად გავხდებოდი. მაპატი, უბრალოდ გამოჯამრთელება მინდოდა. გამაგრდი შველო. შენ მარწმენამ გამოგაჯამრთელა. წადი მშვიდობით. განკურნებული ხარ. იაიროს. შენი ქალიშვილი აღარ არის. წამოდი წავიდეთ. ნუ ღარ შევაწუხებთ მოძღვარს. იაიროს. ძალიან წუხარ. მაგრამ ნუ გეშინია. მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება შენი გოგონა. წამოდი წავიდეთ. ნუ ღარტერით. გოგონა არ მომკვდარა. მხოლოდ სცინავს. გთხოვთ, გაგვატარეთ. იაიროს, სახლში არავინ შემოვიდეს. მხოლოდ შენ და შენი ცოლი გამომყევით. პეტრე, იაკობ, იოანე, თქვენ შემოდით. კი, მაგრამ იესო, გოგონა ხომ უკვე მკვდარია. ძალიან გთხოვთ, ყველამ გარეთ დაიცადეთ. გოგონა, შენ გეუბნები. ადექი. მოძღვარო, ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებ. შენ ჩემი ერთადერთი შვილი დამიბრუნე. მადლობა. დიდი მადლობა. იაიროს, მეგობარო, შენი გონიერების იმედი მაქვს. გთხოვ არავის უთხრა, რომ გოგონა მკვდარი იყო და გაცოცხლდა. ბავშვი მშიერია. აჭამეთ რამე. ახალი ამბავი უნდა გითხრათ. მართლა? რა ამბავი? ფეხმძიმედ ხარ? არა, რა ფეხმძიმედ. წინა კვირას მომხდარზე მინდოდა მეთქვა. იაიროსის სახლში მომხდარზე? ო, მაგაზე და იმ დაავადებულ ქალზეც. ახლა არ მითხრა ეგ სასწაულები მართლა მოხდაო. მე ყველაფერი ჯადოქრობა უფრო მგონია. ყველაფერს ეჭვის თვალით რატომ უყურებ? დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლა სასწაულები იყო.
და სხვათა შორის გუშინ მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ გავხდეთ იესოს მოწაფეები. რას ამბობ? ასე ჭკვიან ქალს და მაგ სექტაში შესვლა თავში აზრად როგორ მოგივიდა? რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ სასწაულები იყო? დაფიქრდი. რა იცი, რომ ის ქალი ნამდვილად ავად იყო? იმან კი გითხრა, მაგრამ შენ რა იცი, რომ მართლა განიკურნა? რომც განკურნებულიყო, იყო კი ეგ სასწაული. ის ავადმყოფი ქალი, ისეთი ალალი ჩანდა. მე მჯერა მისი. იაიროსის ქალიშვილზე რაღაც იტყვი. ის ხომ მკვდარი იყო, მკვდარი. და იესომ მას სიცოცხლე დაუბრუნა. სუსტად ვიცოდი, რომ ახლა მაგას იტყოდი. მეც იქ არ ვიყავი? მაგ კაცმა, იესომ, სახლიდან ყველა გარეთ გამოუშვა. მხოლოდ თავისი სამი მეგობარი და მშობლები დატოვა. ვინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა იქ? მართალია. ის გოგო იესოს მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ცოცხალი იყო. რა იცი, იქნება არც მომკვდარა. მართალია. იესომ თვითონ არ თქვა არ მომკვდარაო? ჩემი ყურით გავიგონე რომ ამბობდა. ნუღარტირით, არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავსო. სძინავსო. მას მკვდარი იყო თუ ეძინა? სად არის თქვენი რწმენა? გახსოვს შარშან, ერთი შილუელი კაცი. ამტკიცებდა რომ წინასწარმეტყველი ვარო. მისი სასწაულების შესახებ ხმებიც გავრცელდა, მაგრამ გაირკვა რომ თვითმარქვია იყო. მე მაინც მჯერა რომ ის ქალი ავად იყო და იესომ განკურნა. ისიც ნამდვილად ვიცი, რომ იაიროსის გოგონაც ავად იყო და არ ამგონია ვინმეს მისი სიკვდილი მოეგონებინოს. მერე ის გოგონა საკუთარი თვალით ვნახე, ჭამდა და დადიოდა. ჩემი ოჯახისთვის ეს სრულიად საკმარისია. ჩვენ იესოს მიმდევრები გავხდებით და ამ გადაწყვეტილებას ვერაფერი შეგვაცვლევინებს. ეჭვები, ოხეს ეჭვები. ხედავთ როგორ უთხრის ეჭვები რწმენას ძირს. თუ ეჭვები გვიჩნდება, რა გავაკეთოთ? არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ ქალებიდან ორს რწმენა აკლდა. ადამიანური აზროვნება ჰქონდათ და ჭეშმარიტებაში ნაკლს ეძებდნენ. მესამეს კი სულიერი აზროვნება ჰქონდა. გადაწყვეტილების მისაღებად მან საკმარისი მტკიცებულებები დაინახა. იმ შეკითხვებს, რომლებიც გაუჩნდა, მან გვერდი არ აუარა. ის დაფიქრდა იმაზე, რაც იცოდა და ყველაფერი გააანალიზა. მან ყველა მტკიცებულებას საღიგონებით შეხედა და იესოს მოწაფეც კი გახდა, რათა მეტი გაეგო. ჩვენ სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ, რომ ეჭვები გაგვეფანტოს. მე დავრწმუნდი, რომ იესოა მესია და ამის დამამტკიცებელ ფაქტებს არასოდეს დავივიწყებ. კარგად მახსოვს ის დღე 40 წლის წინ, როგორ გვაუწყეს ანგელოზებმა იესოს დაბადება. მახსოვს ისიც, როცა ბეთლემში წავედი, შევხვდი მარიამს და იოსებს და საკუთარი თვალით ვიხილე ჩვილი იესო. ვიხსენებ ხოლმე 12 წლის იესოს ტაძარში ყოფნის ამბავს. ფიქრობ ხოლმე იესოს სასწაულებზე და ნიშნებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ იესო მესიაა. იეჰოვას ვთხოვ, არასდროს დამავიწყდეს იესოზე შესრულებული წინასწარმეტყველებები. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა იესო უფლად და ქრისტედ აქცია. თუმცა ჯერ ყველაფერი არ მომიყოლია. კიდევ მოგიყვებით რამდენიმე მონაკვეთს მისი ცხოვრებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ნამდვილად მესიაა. ნება მომეცით, მოგიყვეთ იესოს სხვა გასაოცარი საქმეების შესახებ.